წელს ოქტომბერში საქართველოში ყოფნისას ჩემმა მეგობრებმა Nexton-G-დან, რომლებმაც ჩემი საჯარო ლექციის ორგანიზებაც გააკეთეს, შემომთავაზეს ქალაქგარეთ გასვლა და ბლოგის იქ ჩაწერა. Nexton-G გახლავთ ინტერნეტ რესურსი, რომელშიც ყოველდღიურად ქვეყნდება უახლესი ამბები მეცნიერების სფეროდან და თუ გინდათ რომ თანამედროვე მეცნიერების მიღწევების შესახებ ოპერატიულად მიიღოთ ინფორმაცია, თქვენს გირჩევთ ამ გვერდის გამოწერას. ვიდეო, რომელიც ამ გასვლის შედეგად გადავიღეთ, შემდეგი არხის YouTube არხზე დევს და იგი მართლაც საინტერესო გამოვიდა, ისევე როგორც ჩვენი იმდღევანდელი მთელი მოგზაურობა. დათო სამნიაშვილი, ტბელ აბუსერიძე და ირაკლი ყურუა ამ ვიდეოს ავტორები არიან და რომლებთანაც ერთად გატარებული ის დღე მართლა ძალიან კარგი და ნაყოფიერი გამოდგა ყველა თვალსაზრისით. თავიდანვე შევთანხმდით, რომ თბილისიდან ახლოს გავსულიყავით და ასეთი საბოლოოდ დავადგინეთ, რომ იქნებოდა სამშვილდის კანიონი და მისი ისტორიული ციხესიმაგრე. კანიონი თბილისიდან 65 კილომეტრში მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონში და სოფელ სამშვილდიდან 4 კილომეტრში. კანიონი არ არის ხეობა, ეს იმათვის, ვისაც გონია, რომ მე ვამახინჯებ ქართულ სიტყვებს. კანიონსა და ხეობას შორის ძალიან დიდი განსხვავება და ამის შესახებ მე რამდენიმე ვიდეოში ძალიან დაწვრილებით მაქვს ნასაუბრები. გარდა ოპერატორებისა კამერა მეც მქონდა წაღებული, რადგან რაღაც მომენტები, რომლებიც ძირითად ვიდეოში არ შევიდა ქრონომეტრაჟის ლიმიტის გამო, გადავწყვიტე, რომ ისინი შავი მონტაჟის სახით თქვენთვის შევამეთავაზებინა. შემდეგი არხის ნებართვით ვიდეოში მათ მიერ გადაღებული რამდენიმე ფრაგმენტიცაა ჩასმული და მათ არხის დამღა ადებთ და ასე გამოიცნობთ, რომ ის მათია. ისე ვიმეორებ სრულყოფილი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ შემდეგ არხზე, ასე ქვია YouTube არხს. გზა ისევე როგორც ყველა გზა საქართველოში არანაკლებ საინტერესო და ლამაზია, ვიდრე საბოლოო დანიშნულების ადგილი. როგორ მივიდეთ სამშვილდემდე? თბილისი მარნეულის მაგისტრალიდან სოფელ კოდასთან ხელმარჯვნივ აუხვევთ და ასურეთის გავლით ფარცხისის ციხემდე მიყოლთ. აქ ძირითადი ტრასიდან ხელმარცხნივ გადადიხართ და თეთრი წყაროსკენ მიდიხართ. გზა მართლა ძალიან ლამაზია, ჰორიზონტზე ახალგაზრდა ვულკანები ჩანს და ხელმარჯვნივ ვიტოვებთ სოფელ ჩხიკვთას, რომლის მიდამოებშიც ჩხიკვთას ამების ახლოს არის ცნობილი გიგანტური მეგალითური ძეგლი, რომლის ნახვასაც აუცილებლად გირჩევთ. ჩვენ უბრალოდ ვერ მოვასწარით, რადგან ოქტომბრის დღე საკმაოდ მოკლეა. თეთრ წყაროში ცოტა არ იყოს დავიკარგეთ და სამშვილდის გზას ვერ მივაგენით და გადავწყვიტეთ აქაურისთვის გვეკითხა. აი აქ ის სიურპრიზი გველოდა. გამარჯობა. სამშვილდისკენ როგორ წავიდეთ? გამარჯობა. მე სოუყურებ თქვენ გადაცემას. ხო. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. დიდი მადლობა. ძალიან, აი სოისა. სამშვილდეს ისე როგორ წახვალ. თუ ეს კეთილი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს, თხოვნა მეხქნება აუცილებლად გამომეხმაუროს. მე დაბნეულობისგან ვერც სახელი ვკითხე მას და ვერც გვარი. ყველა მიცით დაჟე ნიშნულიც. ხო. დიდი მადლობა. ძალიან მიხარიათ. ხო, არა, მე ხო გეუბნებით. აი ისე ვარ თქვენ გადაცემებზე, რომ ყველას მეუბნები, რომ უყურეთ აუცილებლად. მადლობა. თუ იმას ვიზახთ, ერთი ამ კაცის ანგარიში გავიკომეთ, გადავგზავნოთ. დიდი მადლობა. მე მგონი დიდი წვენა იწყება. არა მგონი იქეთ გახსნილია ცოტა. ჩემი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა როგორც ყოველთვის და სოფელ სამშვილდემდე არ მისული წვიმა მაინც დაიწყო. თუმცა ამან ხელი არ შეგვიშალა და თქვენს გირჩევთ ცოტა ხნით შეჩერდეთ სოფელ სამშვილდემდე ამ ამაღლებაზე.
აი აქედან დამერწმუნებით, რომ საოცარი ხედები იშლება თრიალეთის ქედზე და მის გორაკ ბორცვებზე. სოფელ სამშვილდის ცენტრიდან ხელმარჯვნივ უხვევთ და გრუნტის გზით აღმართს აუყვებით. აქ შემოხვდებიან აუცილებლად ძაღლები, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ისინი მიჩვეული არიან ტურისტებს და თუ თქვენ მათ საგზალს გაუყოფთ, მათ მადლსაც მოისხამთ და საიმედო და ძალიან სასიამოვნო გამყოლებს შეიძენთ. მათ ძალიან გაგვიხალისეს ჩვენი მოგზაურობა. შუა საუკუნეების ხიდია აქ, რომელიც მდინარე ჭივჭავზე გადადის. ამ ხიდზე გირჩევთ შეჩერდეთ ცოტა ხნით და ათვალიეროთ იგი. ამის შემდეგ კვლავ აღმართია. ეს არის ჭივჭავი აქეთ. და ის მეორე არის ხრამი და კონცხს აკეთებენ. აქეთ იქედან ჭრიან. თუინა ფეხილი გაუყვეთ. დაახლოებით 2 კილომეტრის გავლის შემდეგ მიადგებით გზაჯვარედინს. აი აქ გირჩევთ მანქანა პირველივე გზაგასაყარზე გააჩეროთ. და აქედან ფეხით გაუყვეთ ერთადერთ ბილიკს, რომელიც სიხემდე მიგიყვათ. მანქანის სხვა ადგილას გაჩერება უბრალოდ ძალიან დიდ პრობლემებს შეგიქმნით შემდეგ უკან გამოსვლაზე. რასაც ყურადღებას აქცევთ, როგორც კი მანქანიდან ჩამოდიხართ, ეს არის ქვის ლოდებისგან აშენებული კედლები, რომლებიც ქუჩების საზღვრებს წარმოადგენდა თავის დროზე. აი, კარგად ჩანს თუ სად ყოფილა ეზოები, სად მდგარა ოდესღაც სახლები. გზად პირველი სამშვილდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია გვხვდება. ესენია საინტერესო. ძალიან საინტერესო ეკლესია, დავათვალიეროთ მისი ეზო ჯერ. საფლავის ქვებია. აწერია. კი, წარწერებია. მაგრამ არ გავაბერ გაარჩევ ესეთი. ძოლქართულია. ხო, აი მაგასაც ვერ ხვდები, ისეა წაშლილია. წარწერა იმაზე. ხედავთ. მუხლებამდე კაბაცია თუ არა, ჩექმებიც აცია. ხმალი. ჯვარი. აი ეს რა არის მეტა. აქ ორი ცხენი ხატია, რაღაცა ფრინველი ერთ-ერთ ცხენზე იქეთ აზახენა. არა, ეს არ არის ცხენი. ამას ახერებული კუდი აქვს. რაღაცა ისა დაწებელს უფრო გავს. არა, ცხენს გავს. ცხენის კუდი არ არის. ხო. კატის კუდი აქვს. რაღაც დიდი კატისა. ეს აშკარად ფრინველია. ჩაიგერეს. ესეში როგორ შეიძლება? იქიდან შეიძლება. იქ იცი როგორი ქვარი, მიდი ნახე. და ეკლესიაში უძველესი მენხირია, რომელზეც იკითხება გვიანდელი წარწერა. სუმბად ერისთავთ ერისთავ. მენხირი გახლავთ ვერტიკალურად მდგომი ქვის სვეტი, რომელიც ბრინჯაოს ხანისთვის არის ტიპიური ელემენტი. როგორც ვარაუდობენ, წინარე ქრისტიანულ ხანაში იგი იყო ნაყოფიერების სიმბოლო და რა თქმა უნდა მას საკულტო დანიშნულება ჰქონდა. აი მასზე ხედავთ უცნაური რაღაცეები ამოკვეთილი და აი ეს წარწერა უკვე
რომელიც მასზე იკითხება სუმბათ ერისთავ, ეს შემდეგში არის გაკეთებული. სადღაც მე-14 საუკუნეში, როგორც ვარაუდობენ. ჯვარიც ამ მენხირზე მე-14 საუკუნეშია დადგმული, როცა ეს წარწერაა გაკეთებული და თუ როგორ მოხდა ეს უცნაური გიგანტური ქვა ეკლესიის შიგნით, ამის შესახებ ეკლესიის მცველს თავისი ვერსია აქვს და დაუგდოთ მას ყური. მიჭიდან გამოვიდა ეთქვა. მე როგორ გინდა უთხარი. მე ვიცი რომ კარები პატარა არის ხო. აქეთ 100 მეტრით. მე მარცხნივ ხარე არის ნიშანი, მარჯვნით ბილიკი მიდის პირდაპირ დინარეთი. ხო, კანიონზე რო გადაიხედო, ხო. მარცხნივ ხარე არის მეფე თამარის ბალადა. ხო. ვიღავი შენ. ადრე ვიყავი და აღარ მახსოვს, ეხლა ვნახავ, ხო. ეს პირველი ქუჩა იქით მიდის. აი ახლა იქ არის ორი ქუჩა. აქედან ერთი მარჯვნივ მიდის? არა, მარცხნით. აა. მარტო მარცხნით მიდის ორი ქუჩა. აჰა. ეგრე ქვებით აკეთებული. ხო, აი ესე, ხო. ხო. შეიძლება რომ შენ წავიდე იქ ნახო სუხველა ციხა. არის ახლა პირველი ქუჩა, მეორე ქუჩა, მესამე იქნება. ახლა რომ წავიდებ დაინახებ. იქ ხე არის ესეთი. იქიდან ეს გზა მიდის, ეს ქუჩა არის, გზა არის. ეს განრებული ეს არის ქვები. ხო. იქიდან გზა მიდის ის უკვე მეფე თამარის პალატი. აჰა. შეიცახელი? ჩემი სახელი სურენა, გვარი. მარქარიანი. ენაცვალებში. გაიგაცხ. კარგად იღა. კარგად. აქედან გზა პირდაპირ ციხისკენ მიდის, მარცხენა მხარეს მდინარე ჭივჭავის ხეობა, მარჯვნივ ხრამის და ხეობების სიღრმე ზოგ ადგილას 300 მეტრზე მეტია. მოსახლეობა იყო აქ და ამ ღუმებს ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ და არის უამრავი მასალა არის ნაპოვნი. კი, კერამიკა არის ნაპოვნი, სამარხებია ნაპოვნი, ხო. არის დაუმარხავი ადამიანების ნაშთები ნაპოვნი. ხო, ძალიან ის არის რაღაც უცნაური და თან სიმბოლო თითქოს აქეთ რაღაც ელიტარული რაღაც ციხეს. ხო, ნუ ეხლა წარმოიდგინე რა ნაშენებია უბრალოდ შეხედე აი აქედან ჩანს კარგად. მაგრამ როგორც ქონდათ კომუნიკაცია, ეს არის საინტერესო. ეხლა იმ ხალხს თუ იყენებდნენ ესენი როგორც ვთქვათ, კი, იყენებდნენ, კი, არ მგონია. ანუ ის ველები შეიძლება იყო, თქვათ, საძოვრები და ვენახები შეიძლება იყო, ვინ იცის ეს ხო და მე 1000-ჯერ გადაიწვა და გადაიბუგა. ხო. აი ეს ველები ეხლა ესეთ მოსწორებულ ადგილებს საქართველოში იშვიათად ნახავ. სახნავ-სათესად, საძოვრებად იდეალური ადგილებია. ეხლა რაც თქვათ ჯავახეთში ხდება რომ უკვე ყინვებია იქა, ესეთი რამე აქ არ არის. არა, ცხელა ფაქტობრივად. ახლა ცხელა, მე ცოტა მე. აი, შემოდი, აქაც კი კედლებია. მეაუ, კედლები. ხო, კი. კედლები ეს არის. კი, თითქოს იარუსებია თითქოს გაკეთებული, ხო? მაგას ვამბობ, ხო, ანუ ეს ერთმანეთთან დაკავშირებული, რეალურად ეს რო ერთ შეხედვით გასწრებული, ხო, ეს არის დაკავშირებული ამასთან და იმასთან, რა სავარაუდოდ არა? ანუ პირდაპირ. აი ხა, იმას თუ შეხედავ, დუღაბით არის გაკეთებული. ხო. აი ამას თუ შეხედავ, მშრალი წყობა. აი დუღაბიც რო ვთქვათ, რა არის დუღაბი? დუღაბი ცემენტი. როცა დუღაბს არ იყენებ და ამხელა გიგანტური ქვებით აშენებ რაღაცას, ეს არის მეგალითი. ხო. შენ შეიძლება რა თქმა უნდა ეხლა გააკეთო შუა საუკუნეებში დუღაბის გარეშე ვთქვათ რაღაც, მაგრამ როგორც წესია ეხლა ესეთი გიგანტური ქვებით არ ვიცი, ხო. რა დანიშნულება ქონდა. ეხლა აქ აშკარად ნახე, აქაც შენ თქმის არის ხო აშკარად ისა. კი, ხმე მოჩასლა ეს არის რა, ანუ. მოდი არ ჩავიდე, რა. ხო. ნახოთ. ხო? არა, ახლა ამ ხოლმე ხო, ნუ ეს აგერ არის ეს კედელი. ეს რომელი დინარია? ეს ახრამი. ხრამი კი უნდა იყოს, არა? ხუთა ხრამია. ნამდვილი ხრამი ეს არის. აუ, არა, ესე რო უყურებ ცოტა რაღაც მასშტაბით, საშიშია. აი ხა შეხედე? ხო. საინტერესო მომენტია. გაყოლებაზე, ხა აქ სულ ერთნაირია ჯაგრცხილა და ისინი არაფერი განსაკუთრებული მცენარეები აქ არ იზრდება, მაგრამ დინარის ან ჭალას რასაც ვეძახით ჩვენ დინარის ნაპირზე გაყოლებაზე რაც მცენარეებია, ისინი არის უკვე შეფერადებული კარგად გემრიელად. ანუ იქ შემოდგომა ძალაშია. და ფერდობები მწვანეა კიდე. ანუ ეს რაც ნიშნავს, ქვემოთ უფრო გრილა, იქ შემოდგომა, იქ უკვე გვიანი შემოდგომაა და
იქვე 10 მეტრში ფერდობებზე ჯერ კიდე არ არის გვიანი შემოდგომა. ხა ეს გათლილია აშკარად ეს ხო. შეხედე აქეთ ზედაპირს. აშკარად. მივაიმათ თან დრონი აი იმ გამოქვაბულებთან წინ. ხო თვით სამშვილდეს რაც შეეხება, ეს გახლავთ ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ისტორიულ ქვემო ქართლში. ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით სამწუხაროდ, მას ძალიან ბობოქარი ისტორია აქვს. იგი ხელიდან ხელში გადადიოდა, იგი იყო ომების და მკვლელობების მთელი სერიის მოწმე. არქეოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ იგი ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულის მეორე ნახევარსა და მე-3 ათასწლეულს შორის არის დასახლებული და მოიხსენიება ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობასთან დაკავშირებითაც კი. მერვე მე-9 საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა და მისი მფლობელები იყვნენ პიტიახშები. სხვათა შორის, მე-10 საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშիր-ძორაგეთის სამეფოს დედაქალაქი. ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი სამშვილდარად მოიხსენიება. ვიღაცას როგორი ხედიანი ოთახი ხო. ეს ალბათ შემდეგ ხურბინა იყო. 1001 წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფე გაგიკ პირველმა. შემდეგ 1064 წელს სომეხთა მეფე კვირიკე მეორემ და ძალიან საინტერესოა რომ მე-11 საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ მეოთხემ დაიბრუნა. ნახე როგორ თაღებია შიგნით. აი ნიშები შეხედე, აი ნახე, რაღაც აღმოსავლური სტილის თან. აქ რაღაც ძილი როგორ იქნებოდა რა საინტერესო თვითონ. ქვის ცივი იქნებოდა მიწის ალბათ. აი იქიდან შემოდის წყალი, ნახე, აი იქიდან ის არის პირდაპირ ის არის გაკეთებული. ხო, და არა, მე აქეთ მილებია თიხის. ხედავ? კი. აი ერკიტე კედელში. ამ გაყანილობა ქონდათ ჩაულებრივი ხარ. ასე თქვა უნდა. რა იყო, შეიძლება აბანოც იყო, ხო? ვაფშე რა გამორიცხული აბანო. აი ეს არის თამარ მეფის პალატებს ეძახიან მაგას. 1110 წელს დავით დიდი აღმაშენებელმა ნანგრევები რო თურქ-სელჩუკებისგან გაათავისუფლა და შემოიერთა. ამის შემდეგ იყო აჯანყებების სერიები და საბოლოოდ იგი გაანადგურა 1440 წელს ჯეჰან-შაჰმა. მან მოტყუებით და მუქარით და ალბათ მოსყიდვითაც აიღო. იგი ზოგადად სამშვილდე ითვლებოდა რომ აუღებელი ციხესიმაგრე იყო. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისგან მინარა დაადგმევინა. 9400 ადამიანი ტყვე წაიყვანა. სამშვილდე გახლავთ საკმაოდ ახლოს თბილისიდან და ნებისმიერ მომენტში ერთი დღე თქვენ შეგიძლიათ დილით გახვიდეთ. ერთი დღით გახვიდეთ, დაათვალიეროთ ეს უნიკალური ადგილი მართლაც, როგორც გეოლოგიური თვალსაზრისით, ასევე გეოგრაფიული, ბიოლოგიური და რა თქმა უნდა ისტორიული. თქვენ აქ ძალიან ბევრ ამას მიიღებთ, ძალიან დიდი ენერგიით დაიმუხტებით, რომელიც მთელი კვირა გაყვებათ. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, ძალიან მოკლე კომპაქტური ვიდეო გამოვიდა, მაგრამ ალბათ ძალიან საინტერესო. დასვით, მოწონების ნიშნები დაწერეთ, კომენტარები და ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან საინტერესო თემებით კვლავ. ნახვამდის.